პროკურატურა მაჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით 7 ივლისს თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი გლოკის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უწყების ინფორმაციით ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. შემდეგ კი მათივე ცნობით ასევე მალულად გადაიტანა სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. დაკავებულს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაულის სასჯელის სახით და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამოღებული აქვს გამოძიება, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად იმას, რასაც მე ხო თქვენ გიყვებით. ანუ როგორ მიდის ამ ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე გამოაქვს იარაღი, შიდა პერიმეტრზე სახლის პერიმეტრზეც იყო კამერები დამონტაჟებული. დიახ, ეს ყველაფერი ჩანს. მათთან დაკავშირებით მე გითხარით, რომ ეს იქნება, რა თქმა უნდა, შემდგომი მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ ინახავდა სპეციალურ კეისში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ატარებდა თან. და არ მგონია ახლა სპეციალური кейსით ვინმე დადიოდეთ სააბაზანო ოთახში. თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფით დინამიკის გარეშე, უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს. საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანამდე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობით საგარეჯოს საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დილით გაავრცელა. უწყებით თქმით, რიჟვაძეს საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გუშინვე ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი დააკავეს. პროსახელისუფლებო მედიის ცნობით რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ მომხდარში ალეკო ახვლედიანი არაფერ შუაშია, რადგან მისი იარაღი ჩუმად თავად აიღო. ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ სუიციდის მცდელობის მიზეზი ერთია. მას კორუფციასა და ბარიგების მფარველობას აბრალებენ. წერილის თანახმად თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვას თხოვს. ქართული ოცნების წევრს გია ვოლსკს ეჭვეპარება, რომ წერილი, რომელიც სამთავრობო მედიამ გაავრცელა, თორნიკე რიჟვაძის დაწერილი იყოს. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. მე არავინ არ იცის, ვინა წერილი დაწერა. მე არც არაფერს არ უარყოფ, არც არაფერს არ ვამტკიცებდი. საერთოდ პოლიტიკოსის საქმე არ არის, რომ გამოიყენოს ეს გარკვეული ვითარება, ეს უბედურება იმისათვის, რათა დივიდენდი მიიღოს. გამოძიება გვაჩვენებს შედეგებს. იქამდე არაფერი კომენტარი არ მაქვს, გარდა ერთისა. რომ გამოჯანმრთელებას უსურვებ თორნიკე რიჟვაძეს და მის ოჯახს კიდევ უსურვებ, რომ თორნიკე გვერდში ყავდეს. გუშინ გავრცელებული წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არც ერთი კლინიკა. კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში მედიას გუშინ განუცხადეს, რომ მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები მხოლოდ ოჯახის წევრებს გადაეცემათ, ან კანონით დადგენილ შემთხვევაში პოლიციას. მსგავს ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. წერილთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციასაც.